მოგესალმებით, დღეს ორშაბათია, 13 მაისი და როგორც ყოველ ორშაბათს თქვენი მონამორჩილი გიორგი გერმანიძე, პოლიტიკური პარტია საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი და ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი არის ეთერში. ჩვენ შეგვიძლიათ ასევე გვისმინოთ რადიო საშუალებით FM 105-დან 0 სიხშირეზე, გვისმინოთ სხვადასხვა გვიყუროთ და გვისმინოთ სხვადასხვა კაბელური ტელევიზიების საშუალებით, სატელიტური თებშების საშუალებით და ასე შემდეგ. და ასევე ინტერნეტის საშუალებით. დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ მეცნიერი, ასტროსოფი, ბატონი ჯონდო ტუხაშვილი, ძალიან საინტერესო თემებით ის კი წარდგება თქვენს წინაშე. მაგრამ სანამ ჩვენ გადაცემას დავიწყებდეთ, ჩვენ სტუდიაში მობზანდა მამა თეოდორე და მან უნდა გააკეთოს სპეციალური განცხადება სულ რამოდენიმე წუთით. და მე იგი დაგომშვიდობება ჩვენ და ჩვენ განვაგრძობთ ჩვენ გადაცემას. ეს შეეხება 17 მაისს დაგეგმილი LGBT საზოგადოების მიერ დაგეგმილ აქციას ეხება ეს განცხადება. მამა თეოდორე, გთხოვთ მიმართოთ. მოგესალმებით, ქრისტე აღსდგა, ღმერთმა სიხარული არ მოგაკლოთ ქრისტეს მიერი. ისაც ბატონმა გიორგიმ განაცხადა, ანუ 17-ში, როცა არის დაგეგმილი ერთგვარი საერთაშორისო დღე თითულება ეს ამგვარი ორიენტაციის ადამიანებისათვის, ჩვენი საქართველოს საზოგადოება მკვეთრად უარყოფითად არის განწყობილი ამ მდგომარეობის, ამ ცოდვის, როგორც ჩვენ ეკლესია უწოდებთ, ამ ნორმიდან გადახრის ლეგალიზაციის წინააღმდეგია, რომ ის ნორმა ჩაითვალოს, რომ პროპაგანდა მოხდეს, ამ მოვლენის პროპაგანდირების წინააღმდეგია და ამიტომ ჩვენ ვიცით, რომ მრავალი ადამიანი ეწინააღმდეგება და ფიქრობენ გამოსვლას, რომ საწინააღმდეგო აქცია მოაწყონ სურვილით, განწყობით, რომ ჩვენ არ გვინდა ამ მდგომარეობის, ამ არაბუნებრივი მდგომარეობის, რომელიც 1993 წლამდე მთელ მსოფლიოში ითვლებოდა როგორც ნორმიდან გადახრა და ავადმყოფობა, მაგრამ 1993 წელს ამოღებული იქნა ავადმყოფობისიდან, მათ გვერდზე იყო ესეთი თქვათ გადახრები, როგორიც არის პედოფილია, როგორიც არის ზოოფილია და ასე შემდეგ, ისინი დატოვეს ავადმყოფობათა რიგში, ხოლო ეს ამოიღეს, ამას გარკვეული მიზნები ჰქონდა, რა თქმა უნდა და ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი საზოგადოება მივა და პროტესტს განაცხადებს. ჩვენ ეკლესიის ღვთისმსახურებს, რომლებმაც ვიცით ამ ცოდვის წარმოშობაცა და მიზეზებიც და ვიცით რასთანა გვაქვს საქმე და ამავე დროს ჩვენთვის სულ ერთი არ არის რა ჩვენი ხალხის მდგომარეობა და ჩვენი ერისა, ასევე იმ ადამიანების, რომლებიც ჯანსაღ პროტესტს გამოხატავენ, მაგრამ ამავე დროს შეიძლება მათი მოქცევა არ იყოს კორექტული, თქვათ, ან აგრესია გამოავლინონ, ან რაღაცა პრობლემა შექმნან, ამიტომ ჩვენ ვალდებული ვართ და სასულიერო პირებმა გადავწყვიტეთ, რომ გამოვიდეთ და გარკვეულად პასუხისმგებლობა ავიღოთ საკუთარ თავზე, რომ იქნება სიმშვიდე, სიწყნარე და ეს პროტესტი იქნება უაღრესად მშვიდობიანი, მხოლოდ სიტყვიერი, რომ ჩვენ საქართველოს მოსახლეობა უარს ამბობს ამ ცოდვის, ამ მდგომარეობის, ამ გადახრის არაბუნებრივი მდგომარეობის პროპაგანდაზე. და მოუწოდებთ, რომ ის ჩვენ ეკლესია ესე გვასწავლის, ცოდვას არ უნდა შევეგუოთ საერთოდ, უნდა გქონდეს შინაგანი ამბოხი ცოდვის წინააღმდეგ, მაგრამ თვითონ ადამიანი, რომელიც დაცემული ბუნებიდან გამომდინარე ხან ვის რა გვჭირს და რა გვჭირს, ყველა ადამიანი არის ჩვენი ძმა და ქრისტე არ ყოფს ადამიანებს თქვათ, ცოდვილებად, არაცოდვილებად, თუ პირობითად მოდი დაუშვათ, თუ ღმერთის მიერ დაყოფილი ადამიანების ეს პირობითი კაცება და ქალება, თუმცა ქრისტეს პავლე მოციქული აქაც ამბობს, რომ არ არის მამაკაცება და დედაკაცება, ქრისტე ყველას აერთიანებს, ჩვენი სამშობლო ყველასია და როდესაც ვიღაცებს უშტება სურვილი, რომ რაღაცა მიდრეკილებებით საზოგადოება დაყოს და ჩვენი ისედაც დაგსახსული ქვეყანა კიდევ უფრო დაიყოს, გარდა ამისა, რაღაც ამ აქციებით შფოთი შემოაქვთ.
როცა ჩვენი ქვეყანა ასეთი პრობლემების წინაშეა, დემოგრაფიული პრობლემები, აბორტის პრობლემები, დაკარგული ტერიტორიები, ხო? და ამ დროს ახალი შფოთი შემოტანა, ახალი განხეთქილება. რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია ჩვენი ტრადიციისთვის, ჩვენი ზნეობისთვის, ქრისტიანული სულიერობისათვის და ამავე დროს ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვისაც მიუღებელია ამგვარი შფოთი შემოტანა. ჩვენ მაინტერესებს ასევე საიდან ფინანსდებიან, რატო იხარჯება ეს გრანტები ამასთან დაკავშირებით, რომ ხალხმა ესეთი ამგვარი აქცია მოაწყო. ამიტომ ჩვენ გამოვდივარ და ვამბობთ, ეს არის ცოდვა, ეს არის ღვთის წინაშე მძიმე მდგომარეობა ადამიანისა, მიუხედავად იმისა, რომ ნორმად ჩაითვალა ის, როგორც აბორტი ითვლება ნორმად სამთვემდე თქვა, ხო, ჩვენ ვთვლით, რომ აბორტთან ერთად ესეც არის ნორმიდან გადახრა და არ არის სწორი ღვთის წინაშეს და ერის წინაშეს, ჩვენი დემოგრაფიული პრობლემების წინაშე გამოვალთ უპირველეს ყოვლისა რომ ვთქვათ ის რომ ეს არ შეიძლება ვინც ამ გვარდგომარეობაშია ჩვენ მოუწოდებთ გულში ვიკრავთ და დავეხმარებით რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიდნენ როგორ ებრძოლონ რომ ამ მდგომარეობას რომ დაუბრუნდნენ ნორმალურ ჯანსაღ ცხოვრების წესს და ამავე დროს მოუწოდებთ კიდევ ერთხელ ჩვენს მოსახლეობას რომლებიც გამოვლენ ჩვენ ვიცით რომ გამოდიან 11 საათზე 17-ში ფილარმონიასთან იკრიბებიან და მე რუსთაველის გამზირზე ჩავლენ მთავრობის სახლთან ინტელიგენციის წარმომადგენლები გამოდიან თბილისის საზოგადოება გამოდის ყველას მოუწოდებთ მშვიდად წყნარად პოზიციის გამოხატვის ფორმა იქნება მხოლოდ სიტყვიერი ამ ადამიანებისადმი სიყვარული და სიბრალული და ხელის გაწვდენა რომ ერთად ვიყოთ ქრისტეს მიერ სამშობლოშიც ერთად ვიყოთ და ჩვენ კიდე ეკლესია გეუბნებით დაგეხმარებით სულიერად და ფსიქოლოგიურად და ესე ერთად ვაშენოთ ჩვენი სამშობლო, ოღონ თვითონ ამ მდგომარეობაზე, რასაც აი ეს ცოდვა ქვია, ჩვენ ვამბობთ, არა, ეს არის ღვთისათვის და ჩვენი ერისათვის, ჩვენი პრობლემებისათვის მიუღებელი. ამის თქვა მინდოდა და კიდევ ერთი, ვინც აგრესიას გამოავლენს, ვინც აგრესიას, ეკლესია ხო ემიჯნება მათ და ჩვენი მხრიდან იგმობა კიდევაც და იმასაც ვიტყვი, რომ თუ ვინმე რომელიმე ადამიანს, რომელიც ამ გვარ მდგომარეობაში, ამ უმცირესობაში, ვინმე შეურაცხყოფს იმის გამო, რომ ამ მდგომარეობაში იმყოფება, ვინმე დაჩაგრავს. აი პირველ რიგში მე ვამბობ, ჩემთან მოვიდეს ეს ადამიანი და მე ვიყვირებ, რატო ჩაგრავთ ამ ადამიანს. თუმცა მე ვიცი, რომ საქართველოში ესეთი ადამიანები არის ჩაგრებიან, მათ თანამდებობებიც აქვთ, სწავლობენ კიდევაც. ყოველ შემთხვევაში არავინ მათ არ ჩაგრავთ, ასე რომ არანაირი პრობლემა ღია კარის მტრევას გავს, მაგრამ თუ მაინც მოხდება, ჩვენ მათაც დავიცავთ, იმიტომ რომ ქრისტე ყველასთვის მოვიდა. ერთი შეგვეციოს და სიმშვიდით ყოფილიყავით, ესე იგი ჩვენ ვიკრიბებით, მოსახლეობა იკრიბება 17-ში 11 საათზე ფილარმონიასთან, ჩვენ ვესწრებით ვიყოთ თქვენთან ერთად და მაქსიმალურად დავიცავთ სიმშვიდეს, სიწყნარეს და ერთგვარად ბუფერულ ზონასაც კი გავაკეთებთ ამ ორ ხალხს შორის, ანუ თბილისის მოსახლეობასა და ქართველებს შორის და ამგვარ მიდრეკილების მქონე ადამიანებს შორის, რომ მათ შორის შეხლა შემოხლა არ მოხდეს და პირიქით ვეცდებით, რომ სიმართლე ითქვას და ამ სიმართლის მერე ეგების მრავალ ადამიანს გაუჩნდეს სურვილი, გადახედოს თავის მდგომარეობას და ჯანსაღი ცხოვრების წესის ცხოვრება გადაწყვიტოს. ქრისტე აღსდგა. ჭირშმარიტად აღსდგა. დიდი მადლობა. ხამა თეოდორე, დიდი მადლობა. განცხადებისთვის ჩვენ ეხლა გავაგზავნებთ ჩვენ გადაცემას. კარგად ბრძანდებოდეთ ხამა თეოდორე და მიუბრუნდეთ ჩვენ თემას, ასე ვთქვათ. დიახ, ჩვენი სტუმარი დღეს გახლავთ მეცნიერი და ასტროსოფი ბატონი ჯონ დოტუხაშვილი. დიდი მადლობა ბატონო ჯონ დო, რომ მობრძანდით ჩვენ სტუდიაში და დათანხმდით მონაწილეობის მიღება რომ გადაწყვეტეთ ჩვენ გადაცემაში. და ჩვენ ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო თემებზე. ვისაუბრებთ, ესე იგი, იმ არსებებზე, რომლებიც ცხოვრობდნენ ადამიანამდე, ანუ Homo sapiens-ი როგორც ესეთი, როგორც ჩვენ, როგორც ადამიანი, როგორც ესეთი, როგორც ჩვენი ფორმით არსებობს, ხო? სანამ ესეთი ფორმით ადამიანი გაჩნდებოდა, არსებობდნენ სხვა არსებები დედამიწაზე. და აი ამის შესახებ ვისაუბრებთ, თუ რა არსებები არსებობდნენ დედამიწაზე და ასევე ვისაუბრებთ მთვარის შესახებ, თქვათ ამერიკელების გაფრინდნენ მთვარეზე, იქ თქვათ რეალურად რა ნახეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და აი ამ საინტერესო თემებს შევეხებით. და ასევე შევეხებით, ასე ვთქვათ, დედამიწის ვთქვათ მიღმა რა ხდება, ანუ დედამიწის შიგნით რა ხდება რეალურად ასტროსოფიული თვალსაზრისით, ასე ვთქვათ. ამის შესახებ, ყველაფრის შესახებ გვიამბობს
ბატონი ჯონდო. გთხოვთ დაგვირეკოთ ჩვენი ტელეფონის ნომრები გახლავთ იქ შეუცვლელი 268 დაგვირეკეთ აქტიურეთ, ასევე შეგიძლია დაგვირეკოთ Skype-ის საშუალებით, Skype-ი დარეკვა უფრო ადვილია ხოლმე როგორც წესი. Skype-ის მისამართია ობიექტივი, ინგლისური ასოებით, როგორც გესმით, ჩვეულებრივად. აქტიურეთ და დაგვისვით კითხვები. გამოხატეთ თქვენი აზრი. დღეს ცოტა უჩვეულო გადაცემა გვაქვს, ტიპიურ, ასე ვთქვათ, არ გავს ტიპიურ ჩემს გადაცემებს. ჩვენ მომავალი კვირიდან, მომავალი ორშაბათიდან მიუბრუნდებით ისევ ჩვენ თემებს. დღეს ასე ვთქვათ, ცოტა განვიტვირთოთ პოლიტიკისგან. და ამიტომაც გადავწყვიტე, რომ მომეწვია ბატონი ჯონდო დღეს. ბატონო ჯონდო. მოდით დავიწყოთ ესეთი პირველი შეკითხვა. როდესაც NASA ამერიკული კოსმოსური სააგენტო ხომ გააგზავნა პირველად ადამიანი მთვარეზე. მე ერთ დოკუმენტურ მასალას უყურე და იმის მიხედვით საუბრობ ახლა. ესე იგი ორი სიგნალი იყო. კავშირი იყო ხომალდთა და დედამიწას NASA-ს შორის. ერთი იყო თქვათ საჯარო სიგნალი, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ტელევიზიის საშუალებით და მეორე სიგნალი იყო საიდუმლო. იმ შემთხვევაში თუ რაღაც გაუგებრობა ან რამე ტექნიკური პრობლემები წარმოიშვებოდა, რომ გადართულიყვნენ თქვათ იმ საიდუმლო სიგნალზე. და იმ სიგნალის მეშვეობით დაემყარებინათ კონტაქტი იმ ხომალდთან. და ეთერში როცა გადაიცემოდა ეს რეპორტაჟი, ასე ვთქვათ, ხო? გაითიშა ეს რამოდენიმე წუთით და ასე ვთქვათ, მოსახლეობას საშუალება აღარ ჰქონდა, რომ დაენახა რა ხდებოდა მთვარეზე. და ამ დროს ვთქვათ, საგანგებო ხაზი მუშაობდა ჩვეულებრივად და ეს ინფორმაცია მოდიოდა. და მე საინტერესო მოსაზრებები მოვისმინე ამ დოკუმენტურ მასალაში, რომ იქ ნახეს ამ ამერიკელმა ასტრონავტებმა, მათ შორის Armstrong-მა, ნახა ძალიან საინტერესო რაღაც, საოცარი რაღაცები ნახა, ლაპარაკია ხომალდებზე, თქვათ, უცხოპლანეტურ ხომალდებზე და რაღაც ასე ვთქვათ, შენობებზე და ასე შემდეგ. ამის შესახებ ალბათ თქვენც ისაუბრებთ. ამით დავიწყოთ, მოდით, აი თქვენ რა შეგიძლიათ გითხრათ ამის შესახებ? საქმე ეხება ფაქტიურად არქაული პერიოდის წარსულს. არქაული პერიოდი არის მეტად ბუნდოვანი კაცობრიობისათვის ამოსახსნელად, იმიტომ რომ არქაულ პერიოდში ჩამარხული არის მთელი რიგი იმდენი საიდუმლოები დედამიწისა და ადამიანის წარმოშობის შესახებ, რომელიც ხალხის მასებმა ფაქტიურად ეს არ იციან. შეიძლება ითქვას, ინფორმაცია ძალიან მწირი არის ამის შესახებ და არანაირი სათქმელი არავის არ აქვს და არც საუბრობენ სხვათა შორის ამ თემაზე. ხალხის უმეტესი ნაწილი არ ვიცი ეს არ აინტერესებს თუ რის ბრალი არის აზრი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში განსაკუთრებულად აინტერესებს რაღაც დაინტერესებული პირები ძალიან ცოტანი არიან, მაგრამ ხალხის უმეტესი ნაწილი ამით არ არის დაინტერესებული, თუმცა საინტერესო კი არის. ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ვილაპარაკოთ უბრალოდ არქაულ წარსულზე. არქაული წარსული ფაქტიურად დაკავშირებული არის დედამიწისა და მთვარის, ასე ვთქვათ, წარსულის საფუძველთან. საერთოდ ჩვენ ვიცით, რომ ფაქტიურად, როდესაც აგერ მაპატიეთ რა გათხრების შესახებ გვაინტერესებდა ჩვენ კიდევ იმის შესახებ, ჯერ იმის შესახებ, რომ ადამიანის წარმოშობის საფუძველი ფაქტიურად ძალიან დაინტერესებული იქნება ფაქტიურად ჩვენი არამიწიერი ცივილიზაციის წარმომადგენლებიც და მიწიერი ცივილიზაციის წარმომადგენლებიც, იმიტომ რომ დღის პროგრამაში ისმევა საკითხი, საიდან წარმოიშვა ადამიანი, რისგან წარმოიშვა, რომელი ძალებისაგან წარმოიშვა. არსებობს სხვადასხვანაირი აზრი, მეცნიერული აზრი სხვანაირია, რელიგიური აზრი სხვანაირია, სულიერი მეცნიერული აზრი, საერთოდ ასტროსოფიული აზრი აბსოლუტურად სხვანაირად გადაგებს ამ თემაზე. სხვანაირი წარმოდგენები აქვს ასტროსოფიულ, ასე ვთქვათ, მოსაზრებებს ადამიანის წარმოშობის შესახებ. ფაქტიურად ჩვენ აქ ორი ძირითადი საკითხი უნდა განვიხილოთ. პირველი, საიდან წარმოიქმნა ადამიანი. ადამიანის წარმოქმნასთან იმიტომ აქვს კავშირი, რომ შესაძლებელია, მე ახლა ჩემი ვარაუდით ლაპარაკობ, შესაძლებელია, რომ თვითონ უცხო პლანეტელების დაინტერესებულები არიან ფაქტიურად ადამიანის წარმოშობის საფუძველთან, საიდან წარმოიშვა ადამიანის, ასე ვთქვათ, მთლიანი, ესე იგი, არსებითობა, სად იყო ჩასახული, ესე იგი, საერთოდ ეს 4 ძირითადი სამყარო,
რომელიც ფაქტიურად განვითარდა დედამიწაზე. 4 ძირითად სამყაროში ჩვენ მხედველობაში გვაქვს პირველი მინერალური სამყაროს წარმოშობის საკითხი, მცენარული, ცხოველური და ადამიანური წარმოშობის საფუძველი. ეს არის ევოლუციის საფუძვლები, ფაქტიურად ეს ყველაფერი წარმოშობა ეკუთვნის ევოლუციას. ასეთი რაღაც როგორ გითხრათ, ექსპონტული კითხვა, მაგალითად პასუხისგაცემა, რომ ეს ყველაფერი ერთბაშად წარმოიქმნა, შეუძლებელია, იმიტომ რომ ევოლუცია არის თანდათანობითი განვითარების პროცესი, სულიერი განვითარების პროცესები კოსმოსში. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კოსმოსი, კოსმიური ეპოქას ფაქტიურად აქვს ძალიან ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ, ძალიან ხანგრძლივი განვითარების პროცესები და ეს ხანგრძლივი განვითარების პროცესები იტევს ფაქტიურად დიდი ხნის ასე ვთქვათ ხანგრძლივობის ასე ვთქვათ მილიარდი წლების არსებობას. ფაქტიურად ეს მილიარდი წლები, აი მაგალითად ესე პირდაპირ ვილაპარაკოთ, შეიძლება ასე თაირად ითქვას, რომ კოსმოსში ვთქვათ მაგალითად ერთი დღე ჩვენი დედამიწის ერთი დღე ითვლება 4 მილიარდ წელიწადი. შედარება რომ სიმბოლური შედარება რომ მოახდინოთ. 4 მილიარდი წერტილი ეს არის ფაქტიურად კოსმიური რიტმის ერთი ჩასუნთქვა. და ამოსუნთქვა კიდევ 4 მილიარდი. წარმოიდგინოთ ფაქტიურად 2 დღე ფაქტიურად არის კოსმიური ასე ვთქვათ ხანგრძლივობის 8 მილიარდი წელიწადი. 8 მილიარდი წელიწადი. ის რომ მეთმა შექმნა 6 დღეში ხო და მე დაისვენ. ესე იგი ეს 24 რეალურად არის 24 მილიარდი წელი, ხო? დიახ. ნუ მისტიკური თვალსაზრისით ესე გამოდის, ხო, ასტროსოფიური. ამიტომაც შეგვიძლია ახლა პირდაპირ ვთქვათ, რომ რაკი უკვე 4 მილიარდ წელიწადსანა ლაპარაკდა დედამიწის წარმოშობის საფუძველის 4 მილიარდის, ესე იგი 4 და 5 მილიარდის საფუძველთან აი ამ დროის განმავლობასთან არის დაკავშირებული. ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ვივარაუდოთ ის ამბავი, რომ ადამიანის წარმოშობის თლიანი ესე იგი საფუძველის ფაქტიურად მილიონ წლებთან არის დაკავშირებული, თუ მილიარდი არა, მილიონ წლებთან არის დაკავშირებული. საიდან წარმოიქმნა ადამიანი, რა საფუძველი გააჩნდა მის წარმოქმნას და ფაქტიურად პირდაპირ შეიძლება, ჩვენი ესე იგი ფაქტიურად ინფორმაციის შესახებ დავიწყოთ ლაპარაკი, შეიძლება ბევრი არ დაეთანხმოს ამას, მაგრამ ჩვენ ასტროსოფიული აზრით ვლაპარაკობთ, რომ ადამიანის წარმოშობის საფუძველი უპირველეს ყოვლისა იწყება მთვარიდან. დიახ. ბატონო, ცოტა ხანი შეგაწყვეტინეთ ბოდიშვიხტი. იცით რა შეასაქმე? არსებობს ესე გათხრები, ხო? და საოცარი რაღაცებია ნაპოვნი, ესე იგი ადამიანის ჩონჩხებია ნაპოვნი 30 მეტრიანი. ესე იგი თქვენ ადრეს გიხსენებიათ რომ ესე იგი დედამიწაზე ცხოვრობდნენ 30 მეტრის სიმაღლის ადამიანები და სხვადასხვა არსებები და მე ვთხოვთ ტექნიკური ჯგუფი აგერ მანიშნებენ რომ მზად არიან და ვთხოვთ აი ყურადღებით შემაყურებელს ესე მოუწოდებ რომ ყურადღებით შეხედოს აი ამ ვიდეო მასალას ძალიან საინტერესო ვიდეო მასალას და გასაოცარია ეს მე რომ ნახე და ვთხოვთ გაუშვათ ეს ვიდეო და აი ნახოთ ერთად ყველა აი თქვენს ესე იგი ჩემს უკან ეკრანზე ხედავთ ბატონო ჯონ დიახ ის ეპოქა არა ბატონო ჩვენ აი კომენტარი გავაკეთოთ აი ამ ვიდეოზე რომელსაც უყურებთ აი ხედავთ ესე იგი ეს თავი ესე იგი 5-6 ადამიანის ხელა მათო თავის ქალა აი ეს ისეთ შედარებით უფრო მცირე ზომის თავის ქალა ხო რასაც ხედავთ ეკრანზე აი ეს იგივე ვაგონზე ესე იგი მატარებლის ვაგონზე აყუდებულია ეს სასახლე ესე იგი და იმაზე მაღალია მუმია და ეს შეხედეთ რამ ხელა ჯონჩხი ადამიანის ესე იგი ადამიანი ჩანს იქ ზუსტად აბსოლუტურად უპრეცედენტო რამ არის ეცით ამაზე საერთოდ დუმს მეცნიერება და ისტორია და ამას არაფერს არ ეძახის რაღაც თითქოს ჩალით დაფარულია ეს ყველაფერი და მე მგონი პირველად ქართულ ტელესივრცეში არის ამაზე ლაპარაკი ჩვენს გადაცემაში და მე ძალიან მეამაყება რომ ამაზე ვსაუბრობთ აი შეხედეთ რამ ხელა თავის ქალა ადამიანის ხო თითქმის ორი კაცი ჩაეტოვა კი ორი და მე მგონი მეტიც აბსოლუტურად უპრეცედენტოა ეს ყველაფერი რა ჩვენ იმასთან შედარებით ძალიან პატარები ვართ მცირე ზომის ესე იგი დაახლოებით 30 მეტრიდან 18 მეტრიან ხო 18-დან 30 მეტრამდე ესე იგი მერყეობდა ამ არსებების ესე იგი ეს პროცესი ახლა რასაც აი შეხედეთ ეს აბსოლუტურად უპრეცედენტო ნახეთ რამ ხელა ესე იგი ეს არის 10 ადამიანის ხელაა და მე მგონი მეტი კიდე ხო კი მარტო თავის ქალა კი წონა იქნებოდა უფრო მეტი რასაც თავისთავად ხო აი შეხედეთ პროპორციულად შეგვიძლია რომ ესე იგი აბსოლუტურად წარმოიდგინოთ ეს ადამიანი დაახლოებით ეს 12 მეტრიანი იქნება ახლა ხო აი ეს დაახლოებით 30 მეტრი იქნება დაახლოებით არის 30 მეტრიანებიც არის 18 მეტრიანი აი რასაც ეკრანზე ვხედავთ ახლა ჩვენ და ტრაქტორს ხედავთ ტრაქტორი რამ ხელაა და თვითონ ადამიანის ჩონჩხი რამ ხელაა თვითონ ხარეს უყურებთ ჩვენ ეს ხელოვნურია უკვე ეს ხელოვნური ჩონჩხია უკვე დიდი მადლობა ვიდეოსთვის
აი ესე იგი აბსოლუტურად უპრეცედენტო აბსოლუტურად წარმოუდგენელია, ესე იგი საოცრებაა ეს ყველაფერი. ერთი სიტყვით, ეხლა თუ დაუბრუნდებით ჩვენ ისევ ამ თემას, გინდაც დავიწყოთ აი ამ გიგანტების, ლემურიის ეპოქის გიგანტებზე ლაპსაუბარს, ეს არის მესამე რასის ადამიანები, ფაქტიურად. ესენი იყვნენ გამოვლინებული ადამიანები, რომლებსაც პირველი საწყისი, პირველი რასისა და მეორე რასის ადამიანების საფუძველზე არიან წარმოქმნილი მესამე რასის ადამიანები. საქმე ის არის, რომ სუნთლიანად კაცობრიობას 7 რასის ადამიანური განვითარების საფუძველი გააჩნდა. 7 სახის რასები. რასებს როდესაც ვლაპარაკობ, ჩვენ იქ ფაქტიურად ფერადი სახის კანებთანაც გვაქვს საქმე, რომ იყვნენ ადამიანები შავი რასის, იყო ადამიანი წითელი, ყვითელი, მაგალითად, აი ეს ადამიანები, რომლებსაც ჩვენ ჩონცხებს უყურებთ, ესენი არიან შავი რასის, ესეთი მოყავისფრო შავი რასის წარმომადგენლები. ლემურიის ეპოქაში წარმოქმნილი, ასე ვთქვათ, გიგანტები, რომელსაც ტიტანებს ეძახდნენ. ტიტანებს. დიახ. ტიტანებს ეძახდნენ. გოლიათები იყვნენ ესენი და ამავე დროს შიგნით კიდევ კიკლოპებიც იყვნენ. ესე იგი, ასე ვთქვათ, ურჩხულის მსგავსი ადამიანებიც იყო. იყო. ეს ნაპოვნია, აი ცალი-თვალით, ესე იგი, არის ნაპოვნი თავის ქალები ცალი-თვალით. ხო, დიახ. ესე იგი და ეს აბსოლუტურად და ეს რეალურად ფაქტებია, ნაპოვნია ისტორიულ და მუზეუმებში დებს ესენი და ნუ ამაზე თითქოს არავინ არ ლაპარაკობს. და პირდაპირ გასაოცარია პირდაპირ. ზარია პირდაპირ ეთერში, თქო მსმენელია, თქო შემოუშვათ ზარი. პირდაპირ ეთერში ხართ ისაუბრეთ? მოგესალმებით. მოგესალმებით ქალბატონო. მინდა სტუმარს შევთავაზო ესეთი არის მის კარგი. ნაშრომი სერაფიმ როუზის, ესეთი ამერიკელი სერაფიმ როუდი? როუზი, სერაფიმ როუზი, არაჩვეულებრივი, აი 80-იან წლებში გარდაიცვალა. სერაფიმ როუდი, არაჩვეულებრივ განვითარებული, განათლებული, წინვალე განათლების მქონე მართლმადიდებელი ბოლოს ორ მართლმადიდებლზე აღესრულა და შეისწავლა ყველა რელიგია აბსოლუტურად მეცნიერებები და მეცნიერი იყო არაჩვეულებრივი და მას აქვს გადასარევი ნაშრომი აი ამ ფინალ ობიექტებზე არაჩვეულებრივი ნაშრომი და ესე იგი აუცილებლად უნდა გაესროს თქვენ სტუმარი ამ ნაშრომს და მინდა კიდევ დავამატო როგორც კომენტარი ისე რომ რაცაც გიგანტები თუნდაც წერილი ეს არის ამოსავალი ბადმოგიორი თქვენ ეს მოგხსენება ძალიან კარგად ხო ეს იგი თუნდაც წერილი ეს არის აი ის არსი აი ყველაფერი ძირითადი რაც კი დავიტოვა ჩვენ კაცობრიობამ და აი ეს იგი პასეული და ამის იქით ნამდვილად არაფერი არ არის და არცად აი ესეთი გიგანტების შესახებ იგი ადამიანი, პირველი ადამი, ესე სრულყოფილი არაჩვეულებრივი იყო ეს ადამი თავისი გონებით, აღნაგობით და ყველაფერი იქიდან მოსული. უბრალოდ დიდხანს ცხოვრობდნენ ისინი და ჯანმრთელები იყვნენ და ესეთი გიგანტობის შესახებ არაფერი არ წერია ამ წმინდანებში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ რაც ამ გიგანტები ყოფილიყვნენ, ვისადავდნენ ეხურათ ყველაზე ძირითადი საერთოდ ჩვენ ყოფილებაში ეს არის ადამიანის ბოლომდე უფალთან უფლის პოვნა და უფალთან მისვლა და ამიტომ აი როგორ მინდა ვთქვა რომ აი ჩვენში აქცია არის იმასაც მინდა შევეხო რომ ისე მეთოდება ისინი უბრალოდ ვერც ერთი აი სოდომ გომორის სუდაში ყოფი ვერ შევა სასუფეველში აი ამ კუთხით წარმოგიდგენიათ ვერავის ვერ გავიმეტებ ჩვენ ის ევროკავშირი და ნატო როგორი უადამიანო ისე ადამიანობის არ მქონდა სინდისის არ მქონე წაშლილი ხალხია რომ თავის ხალხს თვითონ თავისუფლების იმით იმედეს ასეთი რამისთვის სამუდამო სიკვდილისთვის ჩვენ ხალხს უნდა უთხრათ რომ ჩვენ ვერავის ვერ გავიმეტებთ რომ საერთოდ და არასდროს უფალი არ იხილონ რომ სამუდამო სატანჯველისთვის აი ამ კუთხით შევხედოთ ამას და ყველას მოუწოდეთ იმათ თუ ვინმე ისმეს არათუ გამოვიდნენ აი როგორ გაიხსენ რომ რაღაცა თუ კი ამე ციფასი ქონდათ ამ ქვეყანაზე მისი ბავშვობა ბებია ბაბუა თუ ვინმე უყვარდა და აი უფალთან თუ ეხლა ისინი უფალთან ჯერჯერობით და ისეთი გულგაციებულები არიან აი რაღაცა სიყვარულის გამო იქით აი მსოფლიოს
კაცრავად მე შეგაწყვეტინეთ ბოდიშვიხტი, იმიტომ რომ ჩვენ თემას ავსდით, ვიცით რა, კი მამა თეოდორემ გააკეთა განცხადება თავიდან და ეს საგანგებო განცხადება იყო, მაგრამ გადაცემა ამის შესახებ არ გვაქვს. ამის შესახებ ჩვენ თქოს მე და ჩვენ შევეხეთ, როცა მამა თეოდორემ მყავდა მოწვეული სტუმრად წინა ორშაბათს. და ამაზე კიდევ ვისაუბრეთ მომავალში აუცილებლად და 17-შიც ალბათ მე ვიქნები იქ და ეს იმედია ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის. დავუბრუნდეთ ჩვენ თემას, ბატონ ჯონდო. ხო, დაგვირეკოთ, ჩვენი ტელეფონის ნომერი არის 2-388-105 და დაგვირეკოთ ასევე Skype-ის საშუალებით, ობიექტივი Skype-ის, ჩვენი Skype-ის მისამართი. დიახ. თხოვთ განაგრძოთ. ფაქტიურად ეს ადამიანები, რომლებსაც ჩვენ ახლა კადრებში უყურებდით, ფაქტიურად ესენი არიან მესამე რასის ლემურიის ეპოქის წარმომადგენლები, ლემურიის ეპოქა დაახლოებით არ ვიცი ისტორიულად ასე ითვლიან დაახლოებით 11-12 მილიონი წლის ასე ვქეთ წარსულის ასე ვთქვათ მონაცემებია მე ისიც კი მიგვირს რომ ეს ფაქტიურად ეს ადამიანების ჩონჩხები როგორ არის შემორჩენილი ასე კარგად ამ ხნის განმავლობაში საოცრება ეგ არის იმიტომ რომ ლემურიის ეპოქაში ვიტყოდით რომ იყო დაახლოებით 2 მილიონი მოსახლეობა იყო. დაახლოებით რამდენი წლით ადრე იყო ეს ყველაფერი ბატონ ჯონდო დაახლოებით. ნუ ეხლა იცით რა არის, მანდ არის სხვადასხვა თარიღები, მეცნიერული თარიღები ითვლის მილიონებს. და სულიერი თარიღები ითვლის ფაქტიურად რამოდენიმე 10,000 წელიწადს. გამიგეთ რა შესაძლოა. ანუ ეს ჩონჩხები თქვა დაახლოებით რამდენი წლის შეიძლება იყოს სავარაუდოდ როგორ ფიქრობთ თქვენ? ნუ ეს ჩონჩხები სავარაუდოდ იქნება ყველაზე ცოტა, ნუ ჩვენი გათვლით დაახლოებით ასტროსოფიული გათვლით დაახლოებით ეს იქნება 40,000 წლის უკანდელი. 40,000 წლის უკანდელი. 40,000 წლის უკანდელი ჩონჩხებია. იმიტომ რომ 40,000 წლის უკანდელი, იმიტომ რომ დედამიწაზე ცვლილებები მოხდა, ასე ვთქვათ, დედამიწა ჩამოყალიბდა ფაქტიურად პირველი პროცესი დედამიწის განვითარების იყო პანგეის პროცესი. პანგეის პროცესის დროს, ესე იგი, ეს კონტინენტები, 7 კონტინენტი, 7 კონტინენტი წარმოქმნილი დედამიწაზე, იგივე 7 პლანეტის ძალებია, ფაქტიურად. 7 პლანეტის სულიერი ძალები მოღვაწეობს დედამიწაზე. 7 რასის ადამიანები იგივე ამ კონტინენტებთან არის დაკავშირებული. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს კონტინენტები 7 ფაქტიურად ეხლა დღევანდელ მდგომარეობაში როგორც არის დედამიწა, ასეთ მდგომარეობაში ადრე არ იყო. ფაქტიურად ინდოეთი, ავსტრალია იყო შეერთებული ანტარქტიკასთან და ინდოეთი კიდევ იყო გამოყოფილი ცალკე, სადაც დღეს არის ავსტრალია, ფაქტიურად იქ იყო ინდოეთი. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ვილაპარაკოთ იმ თემაზე, რომ ეს ჩონჩხები ფაქტიურად ეს არის ლემურიის ეპოქა ფაქტიურად ინდოეთის ოკეანეში და წყნარი ოკეანის სამხრეთ აფრიკის ტერიტორიის ირგვლივ მიდამოებში ასე ვთქვათ ლემურიის ეპოქა და დაახლოებით ამ ეპოქაში მისი კულტურა ამ ეპოქაში ვითარდებოდა და პირველი და მეორე ეპოქა ლემურიის ეპოქას არ ეკუთვნის მაგრამ პირველი და მეორე ეპოქა ეკუთვნის პირველი ადამიანი რომელიც წარმოიქმნა დედამიწაზე ეს იყო დაახლოებით 80,000 წლის უკანდელი, ესე იგი პერიოდი, 80,000 წლის უკანდელი პერიოდი, სადაც ფაქტიურად ამბობენ მილიარდი წლების მიმდინარეობს პროცესი, მაგრამ ეს მე თვითონ არ ამჯერავს, ეს მილიარდი წლები ძალიან ბევრი დროა, იმიტომ რომ Homo sapiens-ი ფაქტიურად 7,000 წლის უკან წარმოიქმნა. Homo sapiens-ი ჩვენი სახის ადამიანი. ბატონო, შეგაწყვეტინებთ, ზარია, სანამ ზარ შემოუშვებდეთ, მე ზარის შემდეგ იქნება აი მთვარეზე ჩვენ დავიწყეთ და მე შეგვიწყდა საუბარი. აი ეს Armstrong-ის როდესაც გაფრინდა, იმას რა შეგიძლია თქვა, აი იმან არის ლაპარაკი რომ თქვა ხომალდები იხილა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაშია საქმე? ზარი შემოუშვათ, მოდით და შემდეგ მივუბრუნდეთ ამ თემას ისე. ზარია, პირდაპირ ეთერში გთხოვთ შემოუშვათ ზარი. თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, ისაუბრეთ? გამარჯობათ. ჩონჩხებთან დაკავშირებით მინდოდა მეც თქვა თქვენ საუბრობდით გიგანტებზე და ქალბატონმა დარეკა წეღან წმინდა წერილი ახსენა სამწუხაროდ უბრალოდ მას გამორჩა მე მინდოდა მეთქვა რომ წმინდა წერილი ნამდვილად არ არის წინამდებობაში აი ამ უტყუარ ფაქტებთან რაც ნამდვილად არ აღმოჩენილი ბიბლიაში წერია სხვათა შორის რომ ვიდრე წარღვნა მოხდებოდა ნოეს პერიოდში ნეფილიმები გაჩნდნენ, ესენი იყვნენ ანგელოზების ან სულიერი არსებებისა და ადამიანების შეჯვარებით არის აღწერილი ეს ეპიზოდი
შთამომავლობა მათი, ანუ მათ სხეული შეისხეს, ისინი დედამიწაზე და შემდეგ ისინი რა თქმა უნდა უფსკულს დაუქვემდება რაღაცმა როგორც სატანის მიმდევარი ანგელოზები. მაგრამ მათ შთამომავლობა დატოვეს, ისინი იყვნენ სწორედ გიგანტი არსებები, რომლებიც რა თქმა უნდა ძალიან ბევრი არ იქნებოდნენ, მაგრამ საკმარისი რაოდენობა ალბათ ცხოვრობდა და სწორედ ეს ის ჩონჩხები არის, როგორც ჩანს, რომელსაც დღეს უკვე აქვს ესეთი აღმოჩენები სამწუხაროდ, რატომღაც მათაც თქვენთვის არ ყავს მეცნიერება დუმს. ალბათ დუმს, იმიტომ რომ ის ევოლუციის ფაქტორს რეალურად ეწინააღმდეგება, აბსოლუტურად სამოვარდნილია კონტექსტიდან და შესაბამისად მეცნიერებას არ აწყობს. აი ეს მინდა დამეთქვა, რომ მინდა ვთქვა, რომ ბიბლია უტყუ არის, არანაირად მეცნიერულ ფაქტებთან წინააღმდეგობაში არასდროს არ მოვა. არ მოდის, დიახ, მე ამას თქვი ზუსტად რომ ეს ნამდვილად არ მოდის წინააღმდეგობაში, იმიტომ რომ გიგანტები არსებობდნენ დედამიწაზე, ეს სულ არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენს არაყენებს ნამდვილად პირიქით ბიბლიაში სწორედ ამაზე არის საუბარი, ისინი ნამდვილად არსებობდნენ. რაც შეეხება ნეფელიმების შესახებ. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. რაც შეეხება ნეფელიმების შესახებ. ეხლა ძალიან ბევრი ინფორმაციები დადის ამ ნეფელიმებზე და ელოჰიმებზე ფაქტიურად. ელოჰიმები და ნეფელიმები ეს არის ბიბლიური ნეფელიმები არ არის ბიბლიური იმაში მოხსენიებული, მაგრამ ელოჰიმები არიან. ფაქტიურად ელოჰიმები იკითხებიან როგორც ღმერთები და როგორც ადამიანის უშუალო წარმოქმნელები. მაგრამ ეს საფუძვლები, რასაც ბიბლია საუბრობს, ამას აქვს თავისი მისტიური საბურველი, რომელიც ფაქტიურად ბიბლიაში შეიძლება წაიკითხო პირდაპირ ტექსტი, მაგალითად, ისეთივე ჩვეულებრივი აზრით, მაგრამ ამ ჩვეულებრივი აზრის იქ თანახი, ბიბლია ფაქტიურად არის თანახი, ძველი ებრაელური დამწერლობის მიხედვით თანახი არის ეს და თანახია 4 ძირითადი წიგნისაგან შედგება. პირველი არის ქეხტუმიმი, მეორე არის თანახი, ისაგრა, მეორე არის ნებიიმი და აგეოგრაფიული აღწერა წარსულის. ესე იგი მე შემიძლია ვთქვა პირდაპირ რომ რა კი უკვე ბიბლიურ იმასთან ვეხებით ჩვენ. ბიბლიაში არის დასაიდუმლებული ტექსტი, შრიფტი თვითონ ასოებს შორის. გარეგნული საბურველში რაც იკითხება, ის ძალიან ზღაპრული სახე რომელიც არის, არა? მისი შინაგანი ესე იგი შრიფტი, მაგალითად, რასაც ბიბლიაში ფრავს საიდუმლო მასალებს, ის აბსოლუტურად სხვა აზრები არის, აბსოლუტურად ჩაწერილი. სხვა აზრები ამოიკითხება, იმიტომ რომ ბიბლია ფაქტიურად 4 სახით არის. პირველი ნოტარიკონის სახეა, მეორე არის ესე იგი ფაქტიურად ისეთი სახე, რომელსაც ჩვენ ვკითხულობთ ტექსტ პირდაპირ, მაგრამ იმ ტექსტის მიღმა სულ სხვა შინაარსია ჩადებული. ამიგეთ? ბატონო, მივუყვეთ იმ თვარის თემას, არმსტრონგი როდესაც ხო, არმსტრონგი როდესაც არმსტრონგი ფაქტიურად იყო თვარეზე, მან დაინახა ისე იგი ფაქტიურად უცხო ესე იგი არსებები, უცხო პლანეტელთა არსებები, რომლებმაც დაუწყეს საუბარი, მასთან უშუალოდ მივიდნენ და დაუწყეს საუბარი. ეხლა ზუსტად ჩვენ ეს არ ვიცით ეს მასალა, იმიტომ რომ დახურულია ეს მასალა და ამაზე ამ თემაზე არ ლაპარაკობენ. თუმცა რაღაცა ფაქტიურად ბუნდოვანი საუბრის მასალა მიმდინარეობდა იმაზე, რომ მათ უარი, ასე იგი ფაქტიურად უთხრეს, რომ არ მოსულიყვნენ თვარეზე, ასე ვთქვათ, დედამიწის ცივილიზაციის წარმომადგენელი ადამიანები. თქვენ გაქვთ თქვენი დედამიწა, მიხედეთ თქვენ დედამიწას და იქ თქვენს, ასე იგი საქმეს მიხედეთ და აქ თქვენ ხელი არ აგაქვთ ჩამოხვედით და რამე საქმე გააკეთეთ. სხვადასხვაგვარი აღსანიშნავია, რომ ჩვენ ყოველთვის ვხედავთ მხოლოდ ერთ მხარეს მთვარისას. იმიტომ რომ მთვარის ესე იგი სიმძიმის ცენტრი თანაბრად კი არ არის გადანაწილებული. ერთ ნაწილშია უფრო მძიმე, ნახევარსფერო, ერთი ნახევარსფერო უფრო მძიმეა, ვიდრე მეორე ნახევარსფერო. შესაბამისად, მიზიდულობის კანონის მიხედვით, ხო? ჩვენ მხოლოდ ერთ მხარეს ვხედავთ. მთვარისას, მთვარი იმიტომ რომ არ მოძრაობს, ამიტომ ჩემთვის ცნობილია მისი ღერძის გარშემო და ის მეორე მხარეა ზუსტად ლაპარაკი, მეორე მხარეზეა ლაპარაკი, ხო? სადაც თქვათ სავარაუდოდ არსებობს მეორე მხარესთან დაკავშირებით, როდესაც ესენი ამოფრინდნენ მთვარიდან ამერიკელები, სხვადასხვაის შემოუარეს გზა მაინც იქითქებდა, მეორე მხარე უნდა დაენახათ. და მათი გადაიღეს სურათები მთვარის მეორე მხარეს, სადაც ბნელი მხარეა, აბსოლუტურად ისეთი რაღაცები დაინახეს, სასახლეების სახის მსგავსი რაღაც შენობები, რომელიც ვერ გაარკვეს რა იყო და ამავე დროს მფრინავი თებშების ობიექტები იყო ძალიან დიდი, წარმოიდგინეთ ძალიან დიდი რადიუსის, რომელსაც ჰქონდა დაახლოებით 9 კილომეტრის რადიუსი. წარმოიდგინეთ 9 კილომეტრის რადიუსი რო ექნება მფრინავ თებს, რამხელა უნდა იყოს იქ თავის გარშემო წერილობ თავის წერეთწიგით. ეს უნდა ყოფილიყო დაახლოებით 1 კილომეტრიანი ესე იგი ფაქტიურად ეს არ ვიცი რას დავარქვით ჩვენ ამ ფაქტიურად პრინავთებს, მაგრამ ძალიან რთული აგებულობის სხვადასხვა ეს მე კომპიუტერშიაც ამაქვს ნანახი.
ეს ფრინავითებში არის აბსოლუტურად იმდენად რთული აგებულება, სხვადასხვა ასეთი ფრინავითებში იპოვეს ჩვენს დედამიწაზედაც ისე იგი იმისი როგორ გითხრათ ქვედა საძირკველზე არქტიკა და მეორე სახის დამოვიწყდა ახლა თუ არ მოვიგონებთ არქტიკის ქვემოთა ნაწილი ანტარქტიკა ხო ანტარქტიკაშიც ნახეს და ანტარქტიკა ფაქტიურად ეს იქ სიცარიელია ფაქტიურად და იქ არის ღრმული სადაც პორტალია შესასვლელი ბატონო აი ზარია ეთერში და ზუსტად მაგთემაზე შევეხები ჩვენ ვახსენებთ დედამიწის ესე იგი ბატონო ჯონდომ ჩვენ სანამ ეთერში გავიდოდით მესაუბრა რომ დედამიწის ესე იგი ქერქი არის 1000 კილომეტრის ხო დაახლოებით და დანარჩენი შიგნით არის სიცარიელე და არის სხვა ოკეანეები და მზეა ხო ესე როგორც თქვით არის ამას ეძახიან ესე იგი ძველი ქართველები ლაპარაკობენ ზეშნია და მზეგარეთა ხო ზეშნია და მზემგარეთა მზენში შემოდიოდა ესე იგი იმდენად ძველი ყოფილა ჩვენი ეს ასე ვთქვათ ეს არქაული სიტყვა მზეშნია და მზემგარეთა ეთყობა ადგილად წარმოშობის რაღაც 4000 და 5000 წლიდან მოდის ეს ალბათ ეს ნახე. იგი ასტროფებს ჯერავთ ესე იგი რომ დედამიწის შუაში არის მზე და მე თქვა ჟანგბადია ხო სიცარიელეა ასე და ასე ლაპარაკობენ ასე იგი ანუ 1000 კილომეტრია მარტო დედამიწის ვთქვათ ესე იგი ქერქის და სხვადასხვა მთლიანად შეუძლია მთელი წელიწადში იმოძრაონ დედამიწის მთლიან წელიწადში იმოძრაონ გვალმრუჩი იმოძრაონ იმსაც სიცარიელეში იმოძრაონ და თქვათ და მიაჩნია ბატონ ჯონდოს თქვათ ასტროსოფებს მიაჩნიათ რომ იქ სიცოცხლეს არსებობს ხო როგორც ესეთი მოაზრო ესე იგი ეხლა როგორც ეხლა თუ მოვიშველიებ ჩვენ შუმერული ძველი წარსულის ასე ვთქვათ მითოლოგიური ფესვებს ხშირად მოიხსენებიან ასეთი რაღაცა რომ ქვესკნელში სამყარო მოიხსენებოდა როგორც 4 სახის ასე ვთქვათ მხარე. ნუ ამბობდნენ ქვესკნელი, ზესკნელი, წინსკნელი, უკანასკნელი. სკნელი უკვე ითვლებოდა ფაქტიურად დედამიწაზე არსებობის ვარიანტი, წუთისოფელი ფაქტიურად. სკნელში ფაქტიურად ეს მეხუთე ვარიანტია. სკნელი არის ფაქტიურად დედამიწის ზედაპირი, სადაც ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ ქვესკნელში ყოველთვის მოიხსენებოდა ფაქტიურად დასაჯელი ადამიანების ჩასვლა. თვითონ ქალღმერთი ინანას ასე იგი დასჯაც კი ფაქტიურად მან ესე იგი თავის მთლიანად უნდა ჩასულიყო ქვესკნელში აბსოლუტურად დედიშობილა გახდილი ასე არის მოხსენიებულია ესე იგი ფაქტიურად მითოლოგიურ ასე ვთქვი შინაარსი რომ ქალღმერთი ინანა ჩავიდა ქვესკნელში და ქვესკნელში ჩასვლას ჰქონდა რაღაც განსაკუთრებული სულიერი ტრანსფორმაციის ძალიან მაღალი ასე ვთქვათ დანიშნულების თვისება. ქვესკნელი ფაქტიურად ჩვენ მაშინ ეხლა იმ დროს, როდესაც ჩვენ ამას ვკითხულობდით, ცოტა სღაპრად გვეჩვენებოდა ეს საუბრები. მართლაც საოცარია, დაუჯერებელია. ქვესკნელი ფაქტიურად ეხლა აღმოჩნდა რომ თურმე მართლა ყოფილა ეს ქვესკნელი, დედამიწაზე არის ქვესკნელი ისეთი, რომელიც ფაქტიურად ითვლის რამოდენიმე ათეული კილომეტრის ქვემოთ შეიძლება შესვლა, ღრმულში შესვლა. სხვადასხვა ამაზე გერმანელებზედაც ლაპარაკობდნენ რაღაცა გერმანელი მეცნიერები ანტარქტიკასთან რაღაცა აბსოლუტურად რაღაც ბაზა გააჩნია თავიანთიო ნუ ეხლა ეს რამდენად მართელია მე ეს არ ვიცი მაგრამ ამერიკელები რომ წასულან ფაქტიურად და იქ ორი ესე იგი სამი გემი ჩასულა ძალიან ესე იგი სამხედრო გემები ძალიან ცუდი მდგომარეობა დააყენეს იმათ უნდა გამოუშვეს იქიდან ფაქტიურად დაზარალებულები და ოდით ზარი ოპოსუხოთ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს და თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ ისაუბრეთ გამარჯობათ და მოგესალმებით ის ვის? დიახ, ისაუბრეთ. ხო, იმაზე დავრეკე, აი ქალბატონი მარო თქვეს, წმინდა წერილთან დაკავშირებით, რომ მეცნიერებაზე მე ვერაფერს ვერ ვიცი, კაია რომ ბოლოს და ბოლოს ამოიღეს ხმა. სახარებაში ქრისტე იძახეს პირდაპირ, რომ ტიტანები იყვნენ, მაგრამ მათ არ ქონდათ სიბრძნე და ისინი განადგურდნენ, გადაშენდნენ. არის ეგეთი რატო არ იცი ტიტანები იყვნენ, სიბრძნე კი არ ქონდათ, მათ არ ქონდათ დღევანდელი ადამიანის მსგავსი აზროვნება არ გააჩნდათ. ხო, ეს იძახის ქრისტე თითოეული იძახის მაგას რომ იყვნენ ტიტანები და გადაშენდნენ. კი. და ქრისტე ვერ უარყოფდა ამაზე სინამდვილეში იყო და მანაც იცოდა ეს ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზე. დიდი მადლობა ზარისთვის. დიდი მადლობა რომ აქტიურობთ. აი Skype-ით არის ზარი, ალბათ საროლგერათიდან შემოუშვათ ზარი Skype-ით. კი ბატონო. ისაუბრეთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ Skype-ით. ცოტა ხმამაღლა ისაუბრეთ, იქნებ ხმას აუწიოს ტექნიკურმა ჯგუფმა. გამარჯობა, შეიძლება ლაპარაკო. კი, ისაუბრეთ, გესმის ძალიან კარგად თქვენი. ეხლა მე რა მაინტერესებს ის. ეხლა თქვენ რო ლაპარაკობთ ამას, თქვენ ჯერათ რომ რასაც თქვენ ლაპარაკობთ ამას ხალხი დაიჯერებს? ჰა? არა, იცით რა ჩვენ ყავს თუმარი მოწვეული ასტროსოფი ბატონი ჯონდო და ის გვიამბობს ჯერათ თქვენ ჯერათ ბატონო გიორგი
რომ აი ეს რასაც ლაპარაკობს ეს სიმართლეა? იცით რა შეესაქმე? ეს გიგანტური ადამიანები. თქვენ არ ვიცი ალბათ ეხლა ხან შემოუერთდით ჩვენს გადაცემას. ჩვენ ესე იგი ვნახეთ ვიდეო და ვიდეოები ინტერნეტში ქვეყანადებს და არა, ნუ გასაგებია, მაგრამ ნუ ეს არა ნაპოვნია, ნუ ბატონო გახლავთ მეცნიერი და კარგი, დიდი მადლობა, თუ შეიძლება შეწყვეტეთ ზარი რა, დიდი მადლობა. იცით რა შეესაქმე? ეხლა ის ადამიანი თავისი ინფორმაციის დონიდან ეკაცი რასაც მინდა ლაპარაკობს. მიგოს ბატონი ჯონდო არის მეცნიერი და თელი ცხოვრება დაუთმო აი ესეთი საკითხების კვლევას, იცით და უამრავ ინფორმაციას ფლობს და მან განათლება და დასავლეთში მიიღო, ასე ვთქვათ, და ასე შემდეგ ნაწილობრივ. და მე ვფიქრობ, ეხლა მე არავინ არაფერს არ ამტკიცებს, არც მე არაფერს არ ამტკიცებ, მე პირადად, იმიტომ რომ მე ეს ჩემი სპეციალობა არ არის, მე ჩვენ ეხლა უბრალოდ შესაძლებლობა საუბრობთ ამის შესახებ, ეს ადამიანზეა დამოკიდებული, რა დაიჯეროს და რა არ დაიჯეროს, ხო? ეს უბრალოდ არსებობს უამრავ მასალა არსებობს, მუზეუმებში არსებობს ეს ორიგინალი მასალა არსებობს, ვთქვათ, ციკლოპების თავის ქალები ერთი თვალით და ასე შემდეგ. ეს გეუბნეთ ამას ოფიციალურად არსებობს ესეთი რამ. და ამიტომ ნუ იქნებით ესე მეტად ემოციური. თქვენ თუ არ გჯერავთ, ეს თქვენი საქმეა, რა თქმა უნდა, მაგრამ არსებობს ხალხი, ვინც თქვათ ამის შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას ფლობს, ასე ვთქვათ. ხო, განაგზოთ, ბატონო ჯონ. ნუ ეხლა ჩვენ არ უნდა გავგვიკვირდეს, რომ ასეთი ტიპის ადამიანები ძალიან ბევრი იქნებიან, ვისაც არ ჯერავს ესა. მაგრამ მოვა ესეთი პერიოდი სულ მალე მოვა ისეთი მასალები და ისეთი პერიოდები, რომ აი ესეთი ტიპის ადამიანები, რომლებიც ეხლა ასე აგონიური მდგომარეობაში არიან და მათ ეს არის, იმიტომ რომ მათ ფიზიკური განვითარების ასე ვთქვათ, რეალური დღევანდელი ცხოვრების რეალური განვითარების ისე საღათ უყურებენ, რომ მათი წარმოდგენა შეუძლებელია, რომ წარმოდგენით მათი ესე იგი, რომ დედამიწაზე არსებობდეს აბსოლუტურად სხვანაირი ტიპის ადამიანები. მათვისაც ხო, მათვისაც გაუგებელია. სხვათა შორის სამი ხუთი წლის უკანო ჩემთვისაც რო ელაპარაკა, ჩემთანაც რო ელაპარაკა ამ თემაზე, მეც გამიკვირდებოდა, რომ მართლა არ არსებობს მეთქი. მაგრამ ეხლა ნამდვილად დარწმუნებულია, რომ ესენი არსებობენ, როგორ არ არსებობენ. იმიტომ რომ როდესაც უკვე ძალიან ღრმად შევისწავლეთ სულიერი განვითარების, ადამიანის განვითარების საფეხურები, დედამიწის განვითარების საფეხურები, სული განვითარების საფეხურები დედამიწის სფეროში, როგორ მოხდა ადამიანის პირველი წარმოშობა, მეორე წარმოშობა, როგორ წარმოიქმნა ადამიანის 7 სახის ცივილიზაცია, როგორ მოაღწია დედამიწაზე დღევანდელმა ადამიანმა აი ამ სახით, რომელსაც ჩვენ უყურებთ ფიზიკური ადამიანების სახით. რა თქმა უნდა, ეს სახე, რასაც ჩვენ დღეს წარმოადგენთ, არანაირი კავშირი არ აქვს იმ წარსულთან, რომლიდანაც დაიწყო. ევოლუცია სიტყვა ხალხისათვის გაუგებარია, იმიტომ რომ ევოლუცია ფაქტიურად არის განვითარების ეტაპები. განვითარების ეტაპები ნიშნავს იმას, რომ რაღაცა, როდესაც კეთდება, ყოველთვის საწყისი, ისე იგი, ასეთი საწყისი, ესე იგი, საქმიანობის ყოველთვის არის არასრულყოფილი მდგომარეობა. არასრულყოფილი მდგომარეობაში შედის ის ამბავი, რომ გვიკვირს ახლა ჩვენ როგორ შეიძლება ხვლიკები ხო მიყვნენ, არა პატარა ხვლიკები და როგორ არის ახლა პატარა ხვლიკი მოცულობით როგორ შეიძლება ყოფილიყო გიგანტი. წარმოვიდგინეთ თქვენ, მაგრამ მართლაც არსებობდნენ ეს ხვლიკები იმ დროს, როდესაც მაგალითად ჩვენ ხედავთ ახლა პატარა ხვლიკებს. დინოზავრები ხო არსებობდნენ? დინოზავრები არსებობდნენ, რომელიც აბსოლუტურად ხვლიკის გარეგნობა. ჩვენ არ გვინახავთ დინოზავრები არასოდეს ჩვენი თვალით, მაგრამ ნაპოვნია ხო ეს ძვლები? კი. ხო და ჩვენ არ უნდა გავგვიკვირდეს ახლა დედამიწის ევოლუციის წარსული, ჩვენ არ უნდა გავკვირდეს, იმიტომ რომ დედამიწა ოდესღაც ესეთიც არ იყო ფაქტიურად. ეხლა მაგას და თუ შეგვედავებიან ახლა რომ არაო ესეთ და მაშინ მათ ცოდნიათ ყველაფერი და ჩვენ არაფერი არ ცოდნია და ვისაც არ ჯერავს ფაქტიურად და თუ ისიც არ აჯერავთ რომ დედამიწაზე 5 კონტინენტიც არ იყო ჯერჯერობით პირველი ერთი კონტინენტი იყო დედამიწაზე პანგეას ეძახდნენ იმ კონტინენტს მერე რო გაიშალა და 7 კონტინენტი წარმოიქმნა ამასაც არ დაიჯერებენ მაგრამ ხომ იყო ეს სინამდვილეში ბევრი მეცნიერი ჯერავს ეს ხომ იყო წყლით იყო დაფარული თითქმის 3/4 თუ მეტიც თუ არა და იმ დროს როდესაც ეს ადამიანები არსებობდნენ მეორე ცივილიზაციის ჰეკატონქეირები ეს მაგალითად რომელზედაც შევლაპარაკობთ ამ ეპოქის გიგანტები ესენი იყო წყლით დაფარული დედამიწის პერიოდში მაშინ წარმოიქმნა ეს პირველი სახის ადამიანები შესაძლებელია იმ ადამიანებს აბსოლუტურად არანაირი ესე იგი არანაირი ისეთი ნიშანდობლივი თვისებები არ ქონოდათ ისეთი როგორც ჩვენ გავგაჩნიათ დღეს მაგალითად ადამიანებს მაგრამ სინამდვილეში ეს იყო არსებული აბა ეს შემწყები რომ არის წარმოდგენილი იქალა თვითონ გაოცებას თვითონ ამ ჩონჩხების აღმომჩენების გაოცებულები არიან როგორ ხედავენ ამ ჩონჩხებს მე ისიც მიკვირს რომ ეს ჩონჩხი როგორ შემორჩა თითქმის ამდენი ხნის განმავლობაში დაუზიანებელ მდგომარეობაში იმიტომ რომ დიახ სხვა შორის იყო ესეთი ესე იგი
ამერიკელი ადამიანი განსაკუთრებული ინჭით დაჯილდოვებოდი, ამერიკელი ვანგა, ასე თქვა, დავარქვათ რა. ნუ ვანგა უფრო შეიძლება სხვანაირი, ნუ ეს იყო ამას ჰქონდა თქვა ასტრალური ხედვა. ჰიპნოზის საშუალებით მას შეეძლო აკაშას არქივებთან დაკავშირება, ანუ ასტრალურ სამყაროსთან დაკავშირება შეეძლო. და ზუსტად მან თქვა, რომ ეგვიპტეში სფინქსის ქვეშ არის იმალება რაღაც და რაც ამის გახსნის შემდეგ ბევრი საიდუმლოება გაიხსნება. დედამიწაზე აბსოლუტურად უპრეცედენტო რაღაც საოცრებები გახდება ცნობილი ადამიანებისთვის. სხვაშორის ეს მე ველოდები ამ დღეს, როდის მოხდება ეს ამბავი, შესაძლებელია რომ აი ამასთანაც იყოს კავშირში ეს ყველაფერი და ძალიან ბევრი სიახლე გავიგოთ ჩვენ და საოცრება გავიგოთ. ახლა ფაქტიურად ისეთი პერიოდი, ახლა ამჟამად მოდის ისეთი პერიოდი, რომ ადამიანის შეგნებას და ცნობიერებას ცოტა გაფართოება სჭირდება რომ მივცეთ, იმიტომ რომ არ შეიძლება შეკუმშული აზონება ქონდეს ადამიანს, რასაც ხედავს, მაინდა-მაინც ისე სწამდეს. იმიტომ რომ ეს შეხედულობა ფაქტიურად არის შეზღუდული შეხედულობაა, იმიტომ რომ ჩვენ არა გვაქვს ცოტა სივრცეში გახევთ ის, ესე იგი წარსულ ეპოქაში გახევთ ის შესაძლებლობა იმის რა რახან ჩვენ არ ვარსებობდით, შეიძლება ვარსებობდით კიდევაც ოდესღაც იმ წარსულ ეპოქაში, მაგრამ სულის, ასე ვთქვათ, გადამცემით, სულის ესე იგი შინაგანი ინტუიციით ჩვენ მაინც თუ ვისაც აქვს ესე ვთქვათ ძალიან მაგარი ინტუიცია, იმისთვის ეს წარმოუდგენელი არ არის, გამიგეთ, მაგრამ არიან ისეთი ფსიქოსტატიკური ტიპის ადამიანები, რომლებსაც მატერიალური განათლება აქვს და მატერიალური ვიწრო განათლების დონიდან უყურებენ ამ საფუძველს. რა თქმა უნდა, მათი საფუძველი, მათი გაგება მართებულია, რა თქმა უნდა, სუბიექტური გაგება აქვს, თუმცა ეს ობიექტური გაგება არ არის, მაგრამ ამით ვერ შემოვისაზღვრებით ამ გაგებით, ახლა წინააღმდეგობას რო გვიწევენ და გვეწინააღმდეგებიან, რომ ეს ასე არ არსებობს და ჯერავთ და რაღაცებს რო ლაპარაკობენ, ამაში მართლები არ არიან ეგენი. იმიტომ რომ მათ წარმოდგენა არ აქვს, რომ ეს მართლა იყოს სინამდვილეში. დიახ, ბატონო ჯენა, ზარი ეთერში, ოღონდ ძალიან მოკლედ შეიძლება შემოუშვათ ზარი, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ და ძალიან თქოთ მოკლედ, იმიტომ რომ გადაცემა უკვე მთავრდება და რომ მოვასწროთ, ასე ვთქვათ, დასრულება ჩვენი საუბრის. ისაუბრეთ, პირდაპირ ეთერში ხართ. თქვენ ისეთ თემას შეეხეთ. ალო, თქვენ გესმით ჩემი? დიახ, გისმენთ, ხალბატონო, ისაუბრეთ. ამ თემას მე ველოდები მთელი ჩემი ცხოვრება. ძალიან მოხარულები ვართ. მოხარულები ვართ ჩვენ. გახსნილი ადამიანი მძანდები. ხმა გაიგოს, რომ ჩვენ არა ვართ არც 20 საუკუნის, არც 40 საუკუნის და ჩვენ სულაც არ ვიყავით ასეთი გარეგნობის, როგორიც ეხლა ვართ. ამ წიგნებს წაკითხვა უნდა და განათლება იყოს საჭირო და სკოლის ეს საგნები ჩვენ არაფერს არ მოგცემდა და არც მოუწია დიდი არაფერი გარდა წერა-კითხვის სწავლისა. და ეს ისეთი ბედნიერი ვარ, ამას იცით რა, ყოველ დღე უნდა, დღეში 2 საათი უნდა მიდიოდეს ამ თემაზე საუბარი. ის რომ ადამიანმა ევოლუცია განიცადა, მე წაკითხული ვარ პროცესში, მაშინ რითი ამტკიცება რომ არსებობდა პლატონი, არისტოტელე, ჰიპოკრატე, აი რითი ამტკიცებენ ამას, რითი უნდა დაამტკიცონ ეს? აი პლატონმა ეს თქვა, არისტოტელემ ესა თქვა, ჰიპოკრატეს ფიცი რა იციან იმან რა ფიცი დაადებინა. ხო და აი ამიტომ 40 წელიწადია მე ამ თემას ველოდები. ძალიან მოხარული ვარ ჩვენ, ძალიან ვიხარია რომ აი ესე ძალიან კარგად საუბრობთ ხალბატონო. მაგრამ ძალიან ნერვები ეცეთ დამაწყდა იმის გამო რომ სადმე რომ ამ თემაზე მელაპარაკა არავინ დამიჯერებდა. გიჟად მოგნათლავდნენ კაცო. არავინ დამიჯერებდა და ვიუხერხულე და ვარ გაჩუმებული 40 წელია. დიდი მადლობა ხალბატონო ზარი. რა ეს ხალხი რომელიც მართლა სუბიექტულ არაობიექტურად მსჯელობს და მართლა დაინტერესებულია მხოლოდ ფულის შოვნით და მეტი ცხოველური ზუსტად ცხოველური საწყისებს ეხლა დგევართ და არა მაშინ. დიდი მადლობა ზარისთვის. მე ამაყება სხვადასხვა რომ ესეთ კომპლიმენტებს გეუბნებიან ჩვენი მსმენელი. მე Facebook-ზე მომწერეს რომ ისეთ რაღაცებს ვისმენთო თქვენ გადაცემებშიო რომ ნუ ჩვენ სხვა თემებზე საუბრობთ ხოლმე და რომ არასოდეს არ მოგვისმენიაო და ამაზე ღიად არ ლაპარაკობენო ამაზე ყოველ შემთხვევაში ზოგს მოусმენია მაგრამ ეთერში არ ლაპარაკობენო ამაზე ღიად და მე ძალიან მეამაყება რომ ჩვენ ვართ პირველები ვისწავლოთ ამაზე მეცნიერება არა ზოგიერთი პირდაპირ გახსნათ რომ ასტროლოგიური მეცნიერება არ არსებობს მაგასაც დაუგნენ კაცო ხალხი ასტროლოგია როგორ არ არსებობს როცა მოქმედებს და აბსოლუტურად დღესაც მოქმედებს სამყაროზე ასტროლოგიური განზომიერება თავისთავად
ამას ძალიან ღრმა ფესვები აქვს და ეს ძალიან მოცულობითი თემაა, ამას ჩვენ ერთ გადაცემაში კი ალბათ 50 გადაცემაში ვერ ჩავატებთ. რა თქმა უნდა. თუ იქნება ინტერესი, მომწერეთ Facebook-ზე, ჩემი Facebook-ია გერმანიძე გიორგი, თუ გექნებათ სურვილი, რომ ამ თემას კიდევ ჩვენ დავუბრუნდეთ და ვისაუბროთ, მე დიდი სიამოვნებით დავუბრუნდები, თუ გექნებათ სვამის სურვილი, რა თქმა უნდა. ჩემი ძირითადი თემებია ხოლმე ახალი მსოფლიო წესრიგი და ასე შემდეგ პოლიტიკური განხრით, მაგრამ მე მინდა ხოლმე ხანდახან გადავახალისოთ ჩემი გადაცემა და ესეთი ბატონ ჯონდოსნაირი ადამიანები დავპატეჟო და ვისაუბროთ აი ამ საინტერესო თემებზე. და კიდევ ერთხელ Facebook-ია ჩემი გერმანიძე გიორგი ინგლისური ასოებით, დამამატეთ მეგობრებში, მომწერეთ და ესე ვიკონტაქტოთ და თუ გექნებათ სურვილი, ჩვენ ბატონ ჯონდოს აუცილებლად კიდევ მოვიწვევთ და განვაგრძობთ ამა თუ იმ საკითხის შესახებ საუბარს. მე აქვე მინდა ჩვენ მოგოწოდეს საგანგებო ინფორმაცია, რომ 18 წლის ზურაბ ჩაფიძეს დაუდგინდა მძიმე ავადმყოფობა იუნგის სარკომა სამწუხაროდ ესაჭიროება ოპერაციის ჩატარება გერმანიაში და ესაჭიროება 100,000 евро ამ ოპერაციისთვის და გთხოვთ გამოიჩინოთ მოწყალება და დავეხმაროთ ამ ახალგაზრდას, ესე იგი თუ დაარეკავთ ტელეფონზე, ერთი ლარი ჩამოგეჭრებათ თქვენი ანგარიშიდან, ეს ტელეფონის ნომერია, გთხოვთ კალამი და პასტა მომამზადოთ 090-170-0013. კიდევ ერთხელ 090-170-0013. ზარის ღირებულება 1 ლარი და დავეხმაროთ აი ამ 18 წლის ახალგაზრდას გადავარჩინოთ ზურაბ ჩაფიძე. დიახ, მე კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონ ჯონდო მოწვევისთვის, ესა უბრალოდ ჩვენწუმრობისთვის არ მოგეცა საშუალება. ჩვენ არ რა თქმა უნდა ესეთი თემაა, რომ ამას არ ეყოფა 12 საათი საუბარი გადაბმულად. და ჩვენ თუ გამოთქვავს ესე იგი ინტერესს ჩვენი მაყურებელი, აუცილებლად ჩვენ კიდევ შევხვდებით. დიდი მადლობა რომ ვიყურეთ, გვისმინეთ, ესე იგი მე შეგახსენებთ რომ მე გახლავართ გიორგი გერმანიძე, პოლიტიკური პარტია საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი და ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი. ყოველ ორშაბათს ვარ ეთერში საღამოს 11-ის ნახევარზე და შევხვდებით აუცილებლად მომავალ ორშაბათს. დიდი მადლობა, მოგწერეთ Facebook-ზე და ესე ვიკონტაქტოთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც დაგვირეკა, მიიღო მონაწილეობა და მომავალ ორშაბათამდე. კარგად ბრძანდებოდეთ.